Okay. Yeah. I got floaters in my eyeball, coasters by the shot glass, smoking let my mind fall. Plenty roaches, no ass, stepping on the critters, jitters going through my spine. Should be used to a state of a poor man's mind. It's just PB no J, Kool-Aid no sugar, boiling the bath, water for warm showers in winter. Work cooking, she clean. Mama was a magician, she switched it and turned the tub to a washing machine. Air drying and clothes, hanging up with my woes. Enemies was befriending me, laughing about all my lows. But it's on, greet me with a hey and a wave, with a real at these fishermen lines. გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ წინა ვიდეოებს ნახავდით, ჩვენ გავათამაშეთ 30 ლიტრა სუპერი. ამ ვიდეოში გამარჯვებულს გადავცემთ 5 ნილ 30 ლიტრა სუპერს. რაც შეეხება ამ ვიდეოს, არც ჩვენი 340-ია, არც M5-ია, არც M3, არც 1000 ცხენებია, არაფერი მსგავსი მანქანები დღეს არ გვეყოლება. ცოტა განსხვავებული ტესტ დრაივი გვექნება, რადგან ძალიან ბევრმა კომენტარებში დაგვიწერა თუ N55 როგორი ძრავი იყო. შესაბამისად, ჩვენ ავარჩიეთ M235, რომელშიც ძევს რესტი N55 და მინდა კონკრეტულად ამ მოდელზე და ზოგადად N55-ზე გითხრათ თუ რა პრობლემები აქვს, როგორი ძრავია და ტუნინგის მხრივაც როგორი გამომდგარია. ამ ვიდეოს რაც შეეხება მარტო 235-ის განხილვა არ იქნება, იქნება აუცილებლად დღეს ამ ვიდეოში გავათამაშებ კიდევ 30 ლიტრა სუპერს. ეს ვიდეო არ გადაახვიოთ მეგობრებო, დაელოდეთ ბოლომდე, რადგან ჩვენ F80 M3 გავყიდეთ, უკანა ამძრავებში ვიღებდით მონაწილეობას F80 M3-ით და რადგან უკანა ამძრავი აღარ გვყავს, ჩვენ უკვე ახალ პროექტზე დავიწყეთ ფიქრი და თუ რომელი იქნება ეს ახალი პროექტი ვიდეოს ბოლოში ან ყველა ერთად გავიგებთ, ან ჯერ ვერ გავიგებთ და თქვენ უნდა გამოიცნოთ და დაწეროთ კომენტარები. ეხლა კი ბესო დაგიბრუნდებათ ძალიან მაგარი კადრებით ამ შესანიშნავი 235. როგორც გითხარით ამ ვიდეოს დასაწყისში, ამ ვიდეოში გადავცემდით გამარჯვებულს 30 ლიტრა სუპერს. შევხვდით ჩვენ გამომწერს, ჩვენ გამარჯვებულს, რომელმაც პირველად დაწერა და გამოიცნო თუ ჩვენ M3-ს რა ბედი ეწეოდა. ეხლა ვართ ნუცუბიძის ლოკაციაზე, სადაც პორტალს ასევე აქვს ფილიალი და შეგიძლიათ მოხვიდეთ, ჩაასხათ, ისარგებლოთ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა მანქანაში ნახავდით წინა ვიდეოებს, რომ ვასხამთ პორტალს და პორტალის სუპერით ძალიან მაგარ შედეგებს ვდებთ. და ძალიან მაგრა დადის ზოგადად რა, ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანია საწვავის ხარისხი. ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ ჩვენი სპონსორია და რაღაც. მართლა პორტალის სუპერით დავდივართ და მართლა ძალიან მაგარი სუპერი აქვს. ალეკო. გამარჯობა მეგობარო. საიდან და როგორ იცოდი, რომ ჩვენ F80-ს ყიდით, როგორი ესე უცებდა Facebook-ზე ვნახე. ანუ განცხადება დაიდო მანამდე, ხო? ხო, განცხადება ვნახე მაგრამ. გასაგებია. ანუ ჩვენ ასევე ჩვენი F80 M3 Car Export Georgia-ზე დავდეთ, უცხოეთში გაიყიდა, ნიდერლანდებში წავიდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Car Export Georgia-საც გვერდში დგომისთვის. თუ დაგჭირდებათ ეგეთი ძალიან მაგარი მანქანების და არ აქვს მნიშვნელობა ეგეთი იქნება, დადუგული იქნება თუ ჩვეულებრივი ქალაქის daily version იქნება, მიმართეთ Car Export Georgia-ს და აუცილებლად ძალიან მაგრად გვერდში დაგიდგებიან ბიჭები და ძალიან მოკლე ვადაში გამიყიდიან მანქანებს. ეხლა კი რაც შეეხება გადავცეთ ჩვენ გამარჯვებულს 30 ლიტრა სუპერი და ჩვენ კიდე ჩვენ M235-ით ჩავასხათ საწვავი და წავიდეთ უკვე წყნეთში და გადავიღოთ ძალიან მაგარი კადრები და ვისაუბრებთ უკვე წყნეთში N55 ტუნინგისთვის როგორია და რა პრობლემები აქვს ზოგადად N55-ს.
ამოვედით მეგობრებო კოჯორში, ნახავდით ძალიან ლამაზ კადრებს, ჩვენმა ბესომ გარედან ძალიან მაგარი კადრები გადაიღო. ნუ M235-ის დასაწუნი მე არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ მე ზოგადად მეორე სერია ძალიან მაგრა მომწონს. ოღონდ უნდა იყოს აუცილებლად პადვესკაზე, უნდა იყოს აუცილებლად ქარხნული M-პაკეტი და არა გაემპაკეტებული ტაივანის ნაწილებზე. ვანიჭებ ყოველთვის უპირატესობას ქარხნულ M-პაკეტს და ქარხნულ M-ს. რაც შეეხება N55-ს, შევარჩიეთ ესეთი სასიამოვნო მშვიდი გარემო, სადაც შეგვიძლია მარტივად, ლამაზად და მშვიდად განვიხილოთ N55, რადგან ძალიან ბევრმა ჩვენმა გამომწერმა, ძალიან ბევრმა ადამიანმა კითხა კომენტარში დამიწერა თუ N55-ზე რა ვფიქრობდი. ჩემი აზრი და ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, გეუბნებით და გეტყვით ყველაფერს, ნუ მე არც მატორისტი ვარ, არც ელექტრიკი ვარ, არც რავი, მალიანი ვარ, უბრალოდ ჩემ პრაქტიკაში დაგროვებული ცოდნით გეტყვით თუ რა პრობლემები აქვს N55-ს და თუ ღირს თუ არ ღირს ტუნინგისთვის ზოგადად ეს ძრავები. ძალიან ბევრმა კომენტარებშიც მკითხა, ძალიან ბევრი ზოგადად ისედაც მეკითხება თუ N55-ზე რა ვფიქრობ. მაგიტო შევარჩიეთ M235, რომელშიც დევს უკვე რესტაილინგი N55. ეს მანქანა არის 2015 წლიანი და მაინც რაღაც პრობლემები ისევ და ისევ აქვს N55-ს. პირველი პრობლემა მანქანას რო შეიძენთ, ანუ ტუნინგის თვალსაზრისით არ ვიცახი, ჯერჯერობით გარე დეტალებზე მინდა ცოტა ყურადღება გავამახვილო, რადგან გარე დეტალებიც აქვს, რომელიც ფუჭებადია და აუცილებლად შესაძლებელია. Charge pipe პლასმასისაა და აუცილებლად უნდა შეცვალოთ, რადგან დროთა განმავლობაში სიმხურვალისგან სკდება და ბზარს იკიდებს. მერე ბუსტზე რო გადის, გარეთ ცლის ამ ბუსტს და ნუ პრობლემებს წარმოადგენს. შემდეგ ცოტა დეტონაციაზე გადის მანქანა, ცოტა არასტაბილურად მუშაობს და ნუ არ არის კარგი. ეგრევე როგორც კი N55-ს იყიდით, არ აქვს მნიშვნელობა რა მოდელი იქნება. პირველ რიგში ნახეთ charge pipe თუ პლასმასის აყენია, ეგრევე მოხსენით და ჩაანაცვლეთ ალუმინით. ასევე boost pipe-იც შეგიძლიათ მოხსნათ და ისიც ალუმინის დააყენოთ. მეორე პრობლემა, ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ამ ძრავის, არის წყლის პომპა. წყლის პომპა აუცილებლად 80,000 კილომეტრზე უნდა შეცვალოთ, რადგან ელექტრონული ნაწილია, ზოგჯერ დიდი ხნის ნამყოფი ანტიფრიზი, დიდი ხნის დაუქოქავი მანქანა, ანუ ჩვენ ახლა ცენტრიდან არ გამოყავს მანქანები, ჩამოყავს ამერიკიდან და შესაბამისად აუქციონზე დიდი ხანი დგას, ნუ იქაც დადიან და მერე ვაგზელებთ აქ ჩამოყვანას, სიარულს და ნუ ესე შემდეგ. აუცილებლად მანქანას როგორც იყიდით, თუ შეცვლილი არ არის პომპა, წყლის პომპა აუცილებლად შეცვალეთ, ანტიფრიზი ძველი რაც აცხია გამოასხით და ახალი ანტიფრიზი ჩაასხით და კიდევ 70-80,000 ისე გაივლის წყლის სისტემა, რომ არასდროს პრობლემა არ შეგექმნება. წყლის სისტემას რაც შეეხება, ასევე Mickey Mouse-ი აქვს პრობლემური, პლასმასის Mickey Mouse-ი უყენია და ეგეც უკვე არის და იშოვება ალუმინის Mickey Mouse-ი, ძალიან მარტივი შესაძლებელია, შეგიძლიათ ეგეც მოხსნათ, შეცვალოთ და დააყენოთ ალუმინის. ასევე წყლის სისტემაში ზედა მთავარი შლანგი, რომელიც არის რადიატორიდან თერმოსტატზე, რომელიც გადადის, ეგეც იწვება, იმიტომ რომ პლასმასის დეტალია და ზოგადად მაღალ ტემპერატურიანი ძრავია, 105 გრადუსზე მუშაობს, ანუ 105 გრადუსზე იხსნება ამის თერმოსტატი და მაგ პლასმასის შლანგი რაც არის და იქ პლასმასის თავი რაც აქვს, ეგეც უნდა შეცვალოთ. ნუ კარგი იქნება თუ N55-ს იყიდით, აუცილებლად მიიყვანეთ რომელიმე ელექტრიკთან, არ აქვს მნიშვნელობა პროგრამისთან და წყლის ტემპერატურა დაუწიეთ 85 გრადუსზე, რადგან 105 გრადუსიანი ტემპერატურა ჩვენ პირობებში საქართველოში არ გვჭირდება. ძრავისთვისაც ცუდია, პლასმასეულობისთვისაც ცუდია და ზოგადად ყველანაირი წყლის სისტემისთვის ცუდია. მაგით არც ბევრი მოიმატება წვა, ისეთი მინიმალურად დაიმატება, რომ ვაფშე არც იქნება შესამჩნევი. და ეხა M235 რო ყავს, ყველა პონჩი გაზაობდა. ეხა გაზაობაში 200 გრამით მის დაგიწევს, ნაკლებს დაგიწევს, ჩემი აზრით მნიშვნელობა არ აქვს. გარე დეტალებს კიდე რაც შეეხება, პრობლემური აქვს ზეთის კორპუსი. ზეთის კორპუსის პრაკლატკა ძალიან ხშირად ზიანდება, რაც იწვევს ძალიან ცუდ შედეგს. ზეთის კორპუსიდან თუ შეატყობთ, რომ ზეთი ჟონავს, ის ზეთი პირდაპირ ხდება რემენზე, რომელიც ატრიალებს მთავარ კალენვალს, დინამოს, კონდიციონერის მატლას და ნუ ესე შემდეგ. ეწვეთება თვითონ მთავარ რემენს აფუჭებს. მერე დიდი ალბათობა არის, რომ ეს რემენი გაწყდეს და კალენვალის წინა შკივთან არის ძრავის წინა სალნიკი, რომლის შიგნითაც გაწყვეტის შემდეგ შედის ძრავში. ძრავში თუ შევიდა, ეს ძალიან მომენტალურად ხდება და ამას ვერანაირად კომპიუტერი ვერ გაიგებს და ვერ დაიწყებს თავს. ამას უნდა მიაქცოთ ყურადღება თქვენ, რადგან ეს წინა
შკივიდან, წინა შკივიდან სალნიკიდან შესული რემენი ზეთის ნასოსის ლაპაში ეჭედება და ფატალურ შედეგამდე მივდივართ. ძრავი ისტუკება და აი ეს ყველაფერი რო ავიცილოთ თავიდან, როგორც კი ზეთის კორპუსზე შეამჩნევთ, რომ ოდნავ გაჟონილი აქვს, აუცილებლად მოხსენით და შეცვალეთ. რაც შეეხება კრიშკის პრაკლატკასაც ძალიან პრობლემური აქვს N55-ს. 70, 80, 100,000 გარბენზე თითქმის ყველა N55 კრიშკიდან უშვებს ზეთს. ეს არის პრაკლატკის ბრალი. ასევე პრაკლატკასთან ერთად კაი იქნება თუ შეცვლით კრიშკასაც, იმიტომ რომ ისიც სიმხურვალისგან ფუჭდება, იბრიცება, ზოგჯერ წყდება, ბზარს იკიდებს და ისიც იწყებს ზეთის ჟონვას. სადაც ზეთის ჟონვა ხდება, იქ ჰაერის აღებაც ხდება და მე უკვე მანქანას არასტაბილურად მუშაობს. ჩემი რჩევაა, რომ ყველანაირი სალნიკი იქნება თუ პრაკლატკა იქნება, გარე ვიზუალი, რასაც ხედავთ თვალით, გოჭი იქნება, პრაკლატკა იქნება თუ კრიშკა იქნება თუ კარტერი იქნება, ყველა პრაკლატკების სალნიკები დაუცვალოთ. რომ ძრავმა გამართულად, იდეალურად უპრობლემოდ იმუშაოს. ყველაზე დიდი პრობლემა აქვს ზეთის წნევის პრობლემა N55-ებს. აი როცა გალოკის ზედა ხუბს, ანუ კრიშკას მოხსნით და რასპედულარს ამოიღებთ, უმეტეს შემთხვევაში არის დახაზული. დახაზული რატო? ზოგი იძახის, რომ ცივზე რო ქოქავდა, ეგრევე გაზავზე გადადიხარ, მაგიტო ზეთი ვერ აწევს გათფობას, რასპედულებში ზეთის ამოტანას და მერე დახაზვა მიდის, მერე შემდეგ კლადიში უფრო მეტად ცდება, არა. ჩემი პირადი გამოცდილება და მე რაც მინახია პრაქტიკაში, პრობლემა არის ერთი. 80,000 კილომეტრზე არ აქვს მნიშვნელობა რა ძრავი იქნება, აუცილებლად უნდა შეუცვალოთ კლადიშები, აუცილებლად უნდა შეუცვალოთ ყველანაირი პრაკლატკა, რაც კი ზეთთან შეეხება, რადგან სადაც ზეთი ჟონავს, იქ აუცილებლად ჰაერსაც აიღებს. ზეთის ნასოსი, როცა ზეთს აკაჩავებს, ამოაქვს ზედა კორპუსში, იქედან თუ დაღვარა პრაკლატკიდან თუ ღვარა აუცილებლად ჰაერით შევა. ამ ზეთს ნაკადობრივად ჰაერის გაყვება და რასპედულებში როცა ზეთი ამოვა, ეტაპობრივად ჰაერი შემოყვება. სადაც ჰაერი შემოყვება, იქ მასკას ვერ მოასწრებს და დაიწყებს რასპედულის დახაზვას. ასევე დაიწყებს კლადიშის დახაზვას და სავალდებულოა და კარგია, ჩემი რჩევაა, რომ კლადიშები აუცილებლად შეუცვალეთ 80,000 კილომეტრს, რადგან ზაზორი იზრდება და ზეთის წნევის ნაკადიც მცირდება. კლადიში კიდე იმდენად უფრო არ ფუჭდება, რამდენადაც რასპედულები, იმიტომ რომ რასპედულები სულ მაღალ წერტილშია და ზეთის წნევა ქვემოთ რო დაიკარგება, მერე რო დაიკარგება, ზეთის კორპუსთან დაიკარგება და ზემოთ უკვე სანამ რასპედულებამდე ამოაღწევს, უკვე იმხელა გზა გასავლელი და პლიუს უკვე წნევა რო აღარ ყოფნის, რასპედულები მოკლედ რო გითხრათ, ზეთისგან შიმშილობს. ანუ ეს პრობლემები აქვს ზოგადად N55-ს და აუცილებლად, რავი, ჩემი რჩევაა, რომ ეს ყველაფერი შეცვალოთ, გაითვალისწინოთ მაღალგარბენიან ძრავზე. დანარჩენი თუ ყველაფერს როგორც გითხარით გააკეთეთ და შეცვლით, ვაფშე არანაირი პრობლემა არ აქვს N55-ს, იმიტომ რომ ეს ჩვენი ძმაკაცის ალეკოს მანქანა არის, თავიდან ბოლომდე დასერვისებული ყავს და უკვე წელიწად ნახევარი ამ მანქანით დავდივართ და საერთოდ არაფერს არ შეუწუხები ვართ, რაც კი აქამდე ჩამოგითვალეთ, ყველანაირი სერვისი გავუკეთეთ ჩვენ ამ ძრავს. ასევე კარგი იქნება თუ ზეთს შეუცვლით 5,000 კილომეტრზე, რადგან ზოგადად ამერიკაში დაშვებულია 5,000 მაილი. 5,000 მაილი ჩვენს პირობებში ისენი რომ მანქანას დაქოქავენ და ერთ დაქოქვით გადიან 1000 კილომეტრს, ჩვენ დავქოქავთ 15 კილომეტრს გავივლით, 30 კილომეტრს გავივლით, ჩავაქრობთ, სამსახურში შევალთ, მე გამოვალთ, ისევ დავქოქავ და ჩვენ შემთხვევაში ძალიან ბევრჯერ უწევს ზეთს გაცხელება, გაციება, რაც ზეთის ზოგადად გაფუჭებას იწვევს. ანუ მე ჩემი რეკომენდაცია და ჩემ მანქანებში, ზოგადად ყოველდღიურ მანქანებში, დეილი მანქანებში 4500-ზე 4000 კილომეტრზე ვცვლი ხოლმე. რავი, თქვენ თუ გინდათ იგივე ვარიანტში შეცვალეთ, მაგრამ ჩემი რჩევაა, რომ ყოველ 5000 კილომეტრში აუცილებლად ზეთის შეცვალოთ, რადგან დიდი ხნის ნამყოფი ზეთი ძრავში, ნიზში, გინდა არ გინდა რაღაცნაირ ნაგარს იღებს, სიბინძურეს იღებს და ეს ყველაფერი კედლებზე ედება. მერე შეიძლება ამ ნაგარის ჩამოვარდნა მოყვეს, ლაპაში გაჭედვა მოყვეს, ასევე ზეთის სოლენოიდები აქვს, ვანუსის სოლენოიდები აქვს, ასევე ზეთის მარეგულირებელი წლების სენსორები აქვს და ამ ყველა სენსორს აქვს თავისი რკინის ფილტრები, რომელ ფილტრებზეც იწყებს მოდებას და შემდეგ უკვე მანქანა ხოდს კარგავს. ანუ თუ შეატყობთ თქვენ მანქანას, რომ ხოდი აკლია და აი ისეთ ჯანზე აღარ არის, როგორ ჯანზე თავიდან იყო, აუცილებლად ვანუსის წინა სოლენოიდები მოხსენით და თქვენ თვითონაც თქვენი თვალით ნახავთ, რომ აი ამ პატარა ბადეზე სეტკაზე ნაგარი იქნება. აი ეგ ნაგარი უნდა გაწმინდოთ ყველანაირ დაჩიკიდან და ზეთი ყოველ 5000 კილომეტრზე შეუცვალეთ. ეს არის ზოგადად ამ ძრავების მაქსიმალური მე რაც შემეძლო ჩემ გამოცდილებით ამეგროვებინა პრობლემა და გადმოგეცით თქვენ, რადგან ძალიან ბევრმა მკითხა. ტუნინგის თვალსაზრისით რაც შეეხება N55-ს,
მე მაგალითად M235 ანუ არ აქვს ნიშნულობა 335 იქნება თუ 435 რომ მყავდეს stock turbos იქეთ ტუნინგის თვალსაზრისით არ წავალ, რადგან stock turboზე stage 2-ზეც ძალიან მაგრად დადის, ძალიან სასიამოვნო სატარებელია და ამ კადრებსაც აუცილებლად ნახავდით ვიდეოში, რამოდენიმე გავლა გამოვლა დავაფიქსირეთ და ჩვენმა ბესომ გადაიღო ძალიან მაგარი კადრები და შემოგთავაზებთ აუცილებლად. და თუ წავალ უფრო მაღალ შედეგებზე, ანუ გულისხმობ იმას, შეხედე, პრობლემური აქვს N55-ს ნიზი. ნიზში, ანუ ეს ნიზი ბლოკს, რასაც ვეძახით, არის ღია, სადაც გილძები დევს, წყლის კანალები არის ღია. ქარხნულ ნიზში, დაუხურავ ნიზში გულისხმობ, მაქსიმუმ შესაძლებელია 28 PSI-ის ჩაბერვა, ანუ 28 შეგიძლია 30-იც ჩაბეროთ, მაგრამ გაპიკული იქნება. ქარხნულ ნიზში, რადგან 28 PSI-ის მეტი ჩაბერვა არ შეიძლება, არ მიმაჩნია სწორად, რომ ამაზე ხა ადგე, დიდი სინგლი დააყენო, ადგე ან სტოკი ტურბოს ფრთები მოხსნა, კოჟუხები გაჩარხო, გააჰიბრიდო და უფრო მეტად დატვირთო ეს ძრავი. თუ ამ ძრავის გაკეთებას დაიწყებთ, პირველ რიგში აუცილებლად ჩვენ ლუკას ვთხოვ, რომ დახურული ნიზის ფოტო ჩასვას გრაფიკულად, რადგან ზუსტად იცოდეთ რაზე ვსაუბრობ. აუცილებლად ნიზი უნდა დაიხუროს, აუცილებლად გილძებით უნდა დაიგილძოს, ოღონდ ტუნინგოვი გილძებით, ძალიან ბევრი ტუნინგოვი გილძია და იქ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რომელი გირჩევნია და რა სეტაპს აწყობთ ზოგადად. გილძი თუ დაიხურება, მაგ შემთხვევაში უკვე 30, 35 და 40 PSI-ის ჩაბერვა შეგიძლია. სტოკ ძრავში 27-28 PSI-ის მეტი არ ჩაბეროთ, რადგან დღეს ხვალ ზეგ მასე კარგად ივლის, ერთი თვე კარგად ივლის, მაგრამ ერთი თვის შემდეგ დაიწყება გილძის გაბერვა, დაიწყება პრობლემები, დაიწყება შემდეგ პრაკლატკის დაწვა, ასევე ზეთში წყალის გატანა, წყალში ზეთის გადმოტანა და ნუ მოკლედ, ჩემი აზრით, სტოკ N55-ს მოკლედ რო გითხრათ, არ უნდა შესცეთ რა. ანუ ჩემი აზრი ეგა, თუ მანქანის შეცემას აპირებთ, აუცილებლად უნდა გაკოვკოთ, აუცილებლად ყველანაირი გილძი სადაც დევს, ყველანი წყლის კანალი მაქსიმალურად დააპატარავოთ, რომ ამ გილძს კონდეს მუშაობის, ესე რომ ვთქვათ, ანუ გაგრილებაც მეტი უნდა კონდეს და მუშაობაც კარგად უნდა კონდეს, ყველაფერი დახურული უნდა იყოს, რომ გილძმა არ გაიბეროს და ამ ჩატენილ წნევას გაუძლოს. ნიზში მხოლოდ ეგაა შესაძლებელი. ერთადერთი N55-ს ნიზი არ უარგა. თუ ბევრ ცხენებზე წავალთ, მაგრამ როგორც გითხარით, სტოკ ტურბოს მშვენივრად დადის. და სტოკი ტურბოდან და სტოკი ნიზიდან ბევრს არ უნდა ელოდოთ. თუ ბევრის ჩაბერვა გინდათ და დიდი და ბევრი ცხენი გინდათ, აუცილებლად გჭირდებათ მაღალი წნევის насოსი, აუცილებლად გჭირდებათ ბაკში დამატებითი насოსი, აუცილებლად გჭირდებათ პორტი დამატებითი, რომელიც დამატებით 6 ინჟექტორს ამატებ, რადგან ამის ქარხნული საწვავის სისტემა 500 ცხენზე მუშაობს. 500 ცხენის შემდეგ საწვავის სისტემა გელევათ. ეხლა რაც არ უნდა დიდი ტურბო დააყენოთ და რაც არ უნდა გააჰიბრიდოთ ტურბო, საწვავის სისტემა ამოგელევათ. საწვავის სისტემა რო ამოგელევათ, დააყენებთ საწვავის სისტემას და მერე ამოგელევათ სხვა დანარჩენი დეტალები. სხვა დანარჩენი დეტალებში რა ვსგულისხმობ? დაგელევათ კოლოფი, რადგან 8HP45 აყენია M235-ზე და 8HP45 კოლოფი 8 ნიშნავს 8 სიჩქარეს, HP450 ნიშნავს ნიუტონს, ანუ 450 ნიუტონს უძლებს სტოკი კოლოფი, მაგრამ პროგრამულად შეგიძლიათ X-აშ ჩაწეროთ და ეს ნიუტონები სადღაც 650 ნიუტონამდე გაატანინოთ, მაგრამ რაც უფრო პატარაა ტურბო, სტოკი ტურბოს პატარა, ჰიბრიდ ტურბოს პატარა, ნიუტონი დაბლებიდანვე აქვს თვითონ ამ ტურბოს რა. ანუ მე რატო ვანიჭებ სინგლს უპირატესობას, დიდი ტურბო როცა არის, ნიუტონი აქვს მაღალი, სადღაც 6000 აბაროტიდან 5000 აბაროტიდან 5000 აბაროტზე მოტანილი 800-900 ნიუტონი ვერც შატუნს აფუჭებს და ვერც კოლოფს აფუჭებს, ისე როგორც 2500-დან მოტანილი 700 და 800 ნიუტონი. ანუ რაც უფრო დაბლა ნიუტონი მოვა, მით უფრო მალე შეიძლება გაფუჭდეს კოლოფიც და მით უფრო მალე შეიძლება დაიღუნოს შატუნიც და გაწყდეს. ანუ შატუნის, რადგან შევეხეთ, შატუნს გეტყვით, რომ N55 შატუნს შეუძლია 900-950 ნიუტონს გაუძლოს, ოღონდ შესაფერისი ტურბო უნდა დააყენოთ. თუ ჰიბრიდ ტურბოს დააყენებთ, დიდი ალბათობით ჰიბრიდ ტურბოზე თუ გაწურავთ და საწვავის სისტემას დააყენებთ, დიდი ალბათობით რომ მალევე დაიღუნება შატუნი, რადგან ჰიბრიდ ტურბოს დაბლებიდანვე მოაქვს 6 თლიანი ნიუტონი და არაა კარგი ამ ხელა ზოგადად ზეწოლა შატუნზე რომ განხორციელდეს არც შატუნზე, არც კოლოფზე და არც არაფერზე. მაგიტო ვანიჭებ ზოგადად მე დიდ ტურბოებს უფრო მეტად უპირატესობას.
გალოვკას რაც შეეხება, გალოვკა N55-ზე, S55-ზე, N50, რავი, თითქმის ყველას ერთი და იგივე აქვს, რასპედლები ყველას იგივე აქვს, ანუ განსხვავება ვაფშე არაფერი არ არის. დაჟე N55-ში და S55-ში გალოვკაში ვაფშე სხვაობა არ არის. ბოლო 2 ბოლტი და წინა 2 ბოლტია სხვაობა, რომელიც შეგიძლია ჩვეულებრივად შპილკები შეუკვეთოთ ARP 2000 აქ არ აქვს, ან არ აქვს მნიშვნელობა ARP 625 ან რავი, მნიშვნელობა არ აქვს, შპილკებს როგორც კი ჩამოიტანთ, ჩვეულებრივად შეგიძლიათ N55-ზეც დაადგათ S55-ის გალოვკა, რადგან გალოვკაში საერთოდ სხვაობა არ არის. გალოვკას რადგან შევეხეთ, გეტყვით, რომ ასევე აუცილებელია 70-80,000 კილომეტრზე Valvetronics, რასაც ვეძახით, Valvetronics მოტორში კი ამას ელექტრო აქვს, გინდა არ გინდა მთელი მისი ცხოვრება ზეთშია და გამოდის ხოლმე წყობრიდან. აუცილებლად თუ შეცვლით Valvetronics მოტორში და დააყენებთ ახალს ან დაბალგარბენიას, უკეთესი იქნება. Valvetronics მოტორშიკის დაწვით და კაპუჭებით ქუჩაში არ დარჩებით, მანქანა არ ჩაქრება, მაგრამ არ იქნება სტაბილური, არ იქნება ჯანზე და ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. Valvetronics მოტორშიკს გეტყვით იმას, რომ უფრო მეტად აფუჭებს დენის ნაკლებობა, როცა აკუმულატორი არ ვარგა, შესაბამისად დენი ნაკლები აქვს და რასპედვალს ვეღარ წევს, ანუ ჯანი არ ყოფნის და რასპედვალს ვერ წევს და მაგ შემთხვევაში ადგება ყველაზე დიდი დაწოლა Valvetronics მოტორშიკს და ფუჭდება მაგით Valvetronics მოტორშიკი ეცადეთ, რომ ყველაფერი იყოს მანქანაში მოწესრიგებული, სხვა დანარჩენი არაფერი არ შეგაწუხებთ. ჩემი პირადი აზრია, კოუკა ძრავს თუ აწყობთ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. N55 იქნება S, B58 თუ ვაფშე ძრავებს არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ძრავს ჭირდება სპეციფიკური მიდგომა, ყველა ძრავს ჭირდება სწორად მიდგომა, რომ რა ცხენი, რა ჯანის ამოღებას აპირებთ, რომ შესაბამისი ნაწილები გამოწეროთ, შესაბამისად მოამზადოთ ნიზიც გალოვკაც, დაატუნინგოთ და დააყენოთ ტურბო, დააყენოთ საწვავის სისტემა და იაროთ ბედნიერი. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება. თუ სტოკი N55 ყავთ, 27 PSI-ის მეტი არ ჩაბეროთ და სტოკ ტურბოს რო გაწურავთ, იმაზე მეტი არ იფიქროთ, რადგან დაგელევათ შემდეგ ყველაფერი. დაგელევათ საწვავი, დაგელევათ კოლოფი, დაგელევათ შატუნის და რავი. თუ ბევრი ცხენი გინდა და კაი დროში, მაგარ დროში სიარული გინდა 100-200-ის ან 402 მეტრის, აუცილებლად უნდა დაიშალოს და როგორც გითხარით, ნიზი უნდა დაიხუროს, წყლის კანალები უნდა დაიხუროს, რომ გილძმაც გაგიძლოს, ბევრ წნევას გაუძლოს და ბევრი ჯანი ამოიღოთ. ეს იყო ჩემი მოგზალებული აზრი N55-თან დაკავშირებით, რადგან ძალიან ბევრმა მთხოვა და ჩემი აზრი გაგიზიარეთ. ჩემი დაგროვილი ცხოვრებაში პრაქტიკა რაც მაქვს და მინახია ეს პრობლემები, ზოგადად ეს პრობლემები აქვს N55-ს. დანარჩენი უკვე დეტალურად თუ კიდევ ვინმე რამე უკეთეს პრობლემას წაწყდა, ანუ უფრო მეტი იცის, შეგიძლიათ სხვა იუთუბერებთანაც გადახვიდეთ. ნუ არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს თუ იქნება თუ ევროპა იქნება, ძალიან ბევრი განხილვადებს და ძალიან ბევრი პრობლემაზე საუბრობენ ზოგადად YouTube სივრცეში N55-ზე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დაგვირდით რომ გავათამაშებდით 30 ლიტრას სუპერს. 30 ლიტრა სუპერი ჩვენ უნდა გავათამაშოთ დღეს ამ ვიდეოში, ამ ვიდეოს დასასრულში და ჩვენ გავყიდეთ F80 M3. F80 M3 რადგან გავყიდეთ, ჩვენ უკან ამ ძრავებში, drag racing-ში აღარ აქვს მანქანა და ვაპირებთ ახალი პროექტის დაწყებას. თუ ვინმე გამოიცნობს და ვინც გამოიცნობს პირველი თუ რა მანქანის ყიდვას ვაპირებთ და რა პროექტი უნდა ავაწყოთ უკანა წამყვანებისთვის, ჩვენგან ისევ დაჯილდოვდება 30 ლიტრა სუპერით. დაწერეთ კომენტარებში ბუბუ და რა მანქანას ვაპირებთ. ბუბუ, ანუ ჰეშტეგი ბუბუ და რა მანქანას ვაპირებთ. პირველი კომენტარის ავტორი ვინც გამოიცნობს, გადავცემთ 30 ლიტრა სუპერს. ასევე მეგობრებო, ჩვენ ყავს სპონსორები, Bitanica Racing-ი. შეგიძლიათ გადახვიდეთ Bitanica Racing-ის გვერდზე, ასევე Bitanica Racing-ს აქვს Bitanica Main თამაში, რომელსაც მე ყოველდღიურად თამაშობ და მე-15 ადგილზე დევს, საფეხურზე დევს $100-იანი, ვცდილობ რომ ის $100-იანი მოუხსნა და ჩავიჯიბო ჯიბეში, მაგრამ ჯერ ვერავედი და თუ რომელიმე ახვალთ მე-15-ზე, აუცილებლად დასკრინეთ და ჩვენ სოციალურ ქსელში გამოაგზავნეთ. ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ თითქმის უკვე 4 თვეა ვთამაშობ და ვერავედი მე-15-მდე მაქსიმუმი იყო ჩემი მე-13 საფეხურზე ასვლა. ასევე ყავს ავტოიმპორტერი კომპანია Indigo Cars-ი, ამერიკიდან ჩამოყავს ავტომობილები. ნახავდით ჩვენ სოციალურ ქსელებში, ჩვენ უკვე შევიზინეთ 340, ძალიან მაგარი გაკეთებული 340 და ძალიან მალე ჩამოვა და თქვენთან ერთად გახსნას აუცილებლად გადავიღებ და თქვენთან ერთად ნახავთ თუ რა დეტალები აყენია, რომელიც ფოტოებში და ვიდეოებში არ ჩანა და რა სურპრიზები დაგვხვდება. და უკანა ამ ძრავის ყიდვას, რასაც ვაპირებთ, ასევე ვაპირებთ Indigo Cars-ით ჩამოვიყვანოთ, რადგან ძალიან მაგარი კომპანია, ძალიან მაგარი ტარიფები აქვს და
რავი, ჩემი პირადი რჩევა მეგობრებო, ჩემი პირადი გამოცდილებით გეუბნებით, რომ თუ ავტომობილების ჩამოყვანით ხართ დაკავებულები, აუცილებლად მიმართეთ Indigo Cars. მე კიდე გემშვიდობებით მომდევნო ვიდეოებამდე, თქვენ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, გადაზიარება, დაკომენტარება, რადგან კიდე ძალიან ბევრ ამას გავათამაშებთ და ყველამ მაქსიმალურად ჩავერთოთ ამ არხის განვითარებაში, რადგან ჩვენთვის არხის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგად იყავით, მე კიდე გემშვიდობებით.